ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, განვაგრძობთ გამოშვებას. კულტურის სამინისტროში დღეს სიმონე ნანოაშვილის წიგნის რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი ნიკოლოზ რურუაც ესწრებოდა. წიგნში ამომწურავდა და გადმოცემული რუსული დაპყრობებისა და ბატონობის ისტორია ჩინგის ხანიდან და ივანე მრისხანიდან დაწყებული ნაპოლეონისა და ჰიტლერის პერიოდით და დღევანდელი რუსეთით დამთავრებული. ავტორის მტკიცებით რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამპყრობელია და მაგალითად საქართველოს მოხავს სიმონე ნანოაშვილი ქართული არმიის ოფიცერი იყო. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ტყვეობის შემდეგ 1951 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა ინტელექტუალურად ცნობის მოყვარე ადამიანს, ვისაც უყვარს ისტორია, ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი, წაიკითხოს ეს წიგნი. ეს არის უნიკალური ნაშრომი, ეს არის ისტორიულ, ასეთ პოლიტოლოგიური თხზულება. ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბუნებრივიც არის, ძალიან დიდია მათი რიცხვი, ვინც საბჭოთა არ უცხოვრია და სხვა ვითარებების გამო აქვს რაღაცა რომანტიკული წარმოდგენები საბჭოთა კავშირზე. მათთვის ეს იქნება საინტერესო, შეიძლება არ მიიღონ, მაგრამ წაიკითხონ იქნება ძალიან კარგი.